მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ხედავთ აი ესეთ სასცენო პატარა განათებას. საკმაოდ ნორმალური განათებაა, ბიუჯეტური, პატარა, მაგრამ საქმეს აკეთებს, კარგი განათება აქვს. დაიწვა ნათურები, მოკლედ გაუვიდა რესურსი. საკმაოდ წელი იმუშავა, ეს მაგ დაახლოებით 7 წელზე მეტი იქნება. და უწია რო იტყვიან დრო. თქვენ მაგის პლატას ხედავთ ახლა, ამ განათების პლატას. რაზეც ლედები იყო, ესენი ამოვიღე, ყველა დამწვარი იყო, დაზიანებული იყო. ზოგი გადავაწყე, ზოგი გადმოვაწყე სხვა ნატურაზე და მოკლედ დამჭა ესეთი ცარიელი პლატა. თემუზე ვიპოვე იგივე დიოდები. ეხლა დღეს მე ამ დიოდებს დავიტან, თან განახებთ ტესტერით როგორ შევამოწმოთ. დიოდის ვარგისიანობა და აუცილებლად უნდა გამოვიყენო ამის ასაწყობად თერმოპასტა, რომელიც ეგერ მაქვს. თერმოპასტა, იმიტომ რომ კავშირი კონდეს და ნატურალ როდესაც გათბება, აიღოს სიმხურვალე, მოკლედ ამ პლატამ, რომელიც თან რადიატორის როლს ასრულებს. კარგი, ეხლა დავიწყოთ თერმოპასტის წასმა. თითო წერტილი უნდა ყოველ ნატურის შუაში და ნატურა იდეალურად თუ არ დავაცენტრეთ, მე აი ეს თავი არ ეფარება და მოკლედ აწყობაზე პრობლემას აქვს. ეხლა გავიაროთ დეტალურად ეს ყველაფერი. დავიწყოთ პირველ რიგში თერმოპასტის წასმა. ნახეთ რა ნატურებიც უნდა დავაყენოთ, აქ ეთყობა. აქ არის წითელი, მწვანე, ლურჯი და ეს პაკეტში არის თითო ფერი. დავიწყეთ. ესე რომ გამოჩნდეს ესე რომ ვაკეთოთ. ეს ერთი. ნუ პრინციპში ხა ლედებს მე არ შევამოწმებ, უბრალოდ თქვენ გაჩვენებთ როგორ უნდა შემოწმდეს და მარტივია. ნახეთ, ამას აწერია პირდაპირ blue ლურჯი ნატურა. თორსტები მაგას უნდა 4 ცალი ლურჯი. 4 ცალი ლურჯი. ჯერ დავაყენებ ლურჯ ნატურებს, მე უკვე სხვა ფერებს მივადგებ. კარგი, ტესტერს ვიღებთ. ტესტერი წრეზე დგას. ამას თუ დააკვირდებით, აი აქ დააკვირდებით, ოდნავ პლუსი ეტყობა და აქ კიდევ ოდნავ მინუსი ეტყობა. მაგრამ თუ არ ეტყობა, ეგეც პრობლემა არ არის, უკვე ტესტერი შეგვიძლია ნახოთ. ეს არის წითელი პლუსი შუბი და აი აქ ოდნავ ხათია წითელი. ეხლა დადებისას უნდა აი ოდნავ აინთო. გა აინთო. მეორე მხრიდან არ აინთო. ეს არის დიოდი, თუთა შუქ დიოდი, ასე რომ თან დიოდია და თან ნატურა. всё. დავიწყოთ ახლა დაჩრჩილვა. ჩვენს პლატაზე როგორც გითხარით, აქ არის მონიშნული ზუსტად რგოლები და ზუსტად უნდა გავაცენტროთ. ნახეთ, თერმოპასტა როგორ კარგადაა დაპრესილი. აი ეს უნდა დავსვათ ყველა. ესე იგი ახლა ბლუს ვაყენებთ, ლურჯს. და შემდეგი ბლუ უნდა დაჭდეს, შემდეგი აი აქ. ეს პლუსი იქეთ არის.
აი მეგობრებო, ჩაირთო მუშაობს. აქედან უკან რეჟიმები იცვლება. სლუჯი ნათება. გადავიყვანოთ სხვა ფერებზე. მოდი ახლა გადავიყვან ხმოვანზე. რომელიც ხმის მიხედვით იცვლება. ისე თავის DMX კონტროლერზე კარგად მუშაობს, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც ყველა მუშაობს არცერთი არ დარჩენილა აუნთებელი. აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი ვიდეო, ჩემო კარგებო, პატარა ვიდეო, მაგრამ შეიძლება ითქვას ინფორმაციული. და ნებისმიერ ესეთი განათება, რაც დაგიზიანდებათ, შეგიძლიათ ესე მარტივად დაშალოთ, ამოიღოთ ნატურები და შეაკეთოთ. თავარია შიგნით კვების ბლოკს არ ჭირდეს რამ. დაარტყით ლაიქი, არხი გამოიწერეთ. მომავალ შეხვედრამდე.